საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ამერიკისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. პროგრამა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და სანგუს თანამშრომლობით შედგა. 2022 წლიდან დღემდე პროგრამაზე ირიცხება 120-მდე სტუდენტი, რომელთა სწავლის საფასური სრულად ფინანსდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. მათ გაიარეს საუკეთესო პროგრამა, სოფლიოში საუკეთესო პროგრამა. ისინი უკვე იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს ინდუსტრიაში, ბიზნესში, სამთავრობო დაწესებულებებში, არასამთავრობო სექტორში, განათლების სისტემაში და მალე და თანდათან მათი წარმატება უფრო და უფრო შთამბეჭდავი იქნება, იმიტომ რომ მათ ძალიან ძლიერი კურსი გაიარეს და სოფლიოში საუკეთესო ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით არიან აღჭურვილი. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს არის საერთაშორისო პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სანგუს უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის და მეორეც პარტნიორობის სფერო კიბერუსაფრთხოება, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან აქტუალურია, როგორც ჩვენი ასევე მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს პროგრამის პირველ ორ კურსდამთავრებულს ვაჯილდოვებთ. ეს უბრალოდ დიპლომის გადაცემა არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც საქართველოში უკვე ჩვენ გვეყოლება ამერიკული სტანდარტით განათლება მიღებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ძალიან კრიტიკულ სფეროებში. და ჩვენთვის როგორც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამის პროგრამის გავლა, ძალიან რთულ და საინტერესო საკითხებზე მუშაობა და ძალიან გვიხარია, რომ ეს პროცესი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ.